ყოველ სამშაბათს სწორედ გასულ საღამოს რუსთავის მაყურებელმა მეგაპროექტ საქართველოს ხმის გრანდიოზული ნახევარფინალი იხილა შოუს მიწურულს 6 ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი, რომელთაგან ხალხის რჩეული დავით ბენდელიანი გახდა. კონკურსს გამოეთიშა მართლაც ფავორიტი შემსრულებელი ნინი ხაფავა, რაც ჩემთვის პირადადაც ძალიან გულდასაწყვეტია. ეს ის მუსიკოსია, რომელმაც მილიონობით ადამიანის გული პროექტში გამოჩენისთანავე დაიპყრო და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. თქვენი გულიც დაიპყრო, რა თქმა უნდა. ნახევარფინალის ემოციებს ელენე მირიანაშვილმა მოუყარა თავის სიუჟეტში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ნახევარფინალში პროექტს ტოვებს ნინი ხაფავა. მეგაპროექტ საქართველოს ხმის გრანდიოზულ ნახევარფინალში შოუს კულმინაცია დრამატულად წარიმართა. ფინალამდე ერთი ნაბიჯი პროექტის ფავორიტ შემსრულებელს ნინი ხაფავას დააკლდა. ხალხის გადაწყვეტილებით კონკურსს მიღმა სწორედ ის მუსიკოსი აღმოჩნდა, რომელმაც მილიონობით მაყურებლის გული შოუს შესარჩევ ეტაპზევე დაიპყრო. არჩილ სოლოღაშვილის ოქროს ღილაკმა ნახევარფინალში გენიალური გია ყანჩელის უკვდავი მუსიკალური კომპოზიცია საით მიდიხარ შეასრულა. ზუსტად ეს სიმღერა აღმოჩნდა ახალგაზრდა შემსრულებლისთვის საქართველოს ხმის დიდ სცენაზე აჟღერებული უკანასკნელი სიტყვა. აუთსაიდერებს როცა მოხვდი, რა თქმა უნდა ვღელავდი, მაგრამ არა უშავს, იმიტომ რომ ისეთი სითბო მივიღე ხალხისგან, რომ ჩემთვის უკვე გამარჯვება არის ეს. თუ კი რამეს არ ველოდი, ეს იყო. არც მიფიქრი, არც დამიშვია, არც ერთი წამი, მაგრამ ეს არაჩვეულებრივი სტარტი იყო ნინისთვის. გამარჯვებულადაც კი ვხედავდი და მგონია, რომ ის თავის სათქმელს კიდე იტყვის. მთელი ცხოვრება მას წინა აქვს და მთელი ცხოვრება მისი გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, ვიქნები, იმიტომ რომ რა ვქნა, ასეთ პოტენციალს სხვაში მე ვერ ვხედავდი. სადაც დავინახე, იქ დავაფიქსირე. შემოსული ხმების 23.91% მიიღო ერთ-ერთმა კონკურსანტმა. ეს კი გახლავთ თქვენი ფავორიტი დავით ბენდელიანი. მილოცავ დავით. 6 ფინალისტი, 6 განსხვავებული საშემსრულებლო მანერა, თუმცა ერთი საერთო მიზანი. გამარჯვება. გასულ საღამოს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში იმ მონაწილეების ვინაობაც გამოვლინდა, რომლებიც მთავარი ტიტულისთვის განაგრძობენ ბრძოლას. დიდი ემოციაა, მეორე ლაივ შოუს ლიდერი გავხდი. სიამაყით ვივსები და მადლიერებით. საოცარი ემოციები მაქვს, აი ვერ აღვწერ, ისეთი ბედნიერი ვარ. უნდა მოვემზადოთ მაქსიმალურად მაგრად, რომ წავსვეთ მაყურებლის წინაშე ძალიან ღირსეულად. ძალიან მაგარი ემოცია იყო. ესეთი ემოცია სიმართლე რომ გითხრათ ჯერ არ მქონია. ასეთ მასშტაბურ პროექტში რომ ვიღებ მონაწილეობას პირველია და არ ვიცი, ვერ აღვწერ სიტყვებით. უბედნიერესი ვარ, იმდანაც არ ვიცი, მოულოდნელი იყო ძალიან ჩემთვის ეს ყველაფერი. ყველაზე დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივარს, განსაკუთრებით ჩემს დედოფლის წყაროს, რომელიც ფეხზე იდგა მარცხა და ამას ვგრძნობდი. უბედნიერესი ვარ, რომ ფინალისტი მქვია საქართველოს ხმაში. ასე გააგრძელებთ, გააორმაგეთ, გაასამაგეთ, გააოთხმაგეთ, ხო, არ დავმალავ, ჭირდება ხმები. აუთსაიდერი ვიყავ ისეთ კონკურსანტთან ერთად, რომ თან ძალიან გამიხარდა. მაგრამ ამავდროულად ნინის გავარდნა ძალიან მეწყინა. ლურჯი იები. ლეგენდარული ვაჟა აზარაშვილის სიმღერა ისევ წვიმს. რომარ ცხილაძის ნატვრის ხე. ეს იმ განუმეორებელი მელოდიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოს ხმის ნახევარფინალისტებმა მეორე ლაივ კონცერტზე ააჟღერეს. თითოეული მათგანის ნამღერმა დარბაზის ზღვა ემოციით აავსო და ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა. შენს წამში ხუთას ჩახვევას ვენაცვალე მე. რა ინსტრუმენტით კარგავ ასე, როგორ შეგიძლია მე არ ვიცი. კონკურსანტები ძალიან კარგად მღერიან, ყველა თავისებურად კარგია. დათო კარგია, ვინც არის ლიდერი, ვინც არ უნდა წასულიყო გული დამწყდებოდა, მაგრამ მილიონი ნახვა რო აქვს, ის ბავშვი უნდა გადადიოდეს რა. მე მისი გულშემატკივარი ვიქნები და დაუდგები გვერდში. ნახევარფინალმა ჩაიარა ძალიან კარგად, პროცესი იყო შესანიშნავი, მით უმეტეს ესეთი საოცარი ფეხბურთის შემდეგ აღმოჩნდით ეთერში, ძალიან აზარტულები, ძალიან შემართებით, ყველაფერი ვიდიოდა კარგად, ვიდრე ფინალში
დასრულდა. ნინი ხაფავამ დაგვტოვა ჩემმა ერთ-ერთმა ფავორიტმა. ფინალი გვექნება ძალიან აზარტული, აი სოფლიო ჩემპიონატი რო დასრულდება, მეორე ესეთი ცხელი მოვლენა იქნება ჩვენი ფინალი. პირველობისთვის ბრძოლა უკვე გადამწყვეტ ეტაპზეა. 6 მონაწილე, რომელიც საქართველოს ხმის ტიტულის მოპოვებას შეეცდება, მუსიკალურ სცენას 21 ივლისს ზუსტად 22 საათზე დაიკავებს. გამარჯვებულს კი მხოლოდ მაყურებელი აირჩევს. ახალი საქართველოს ხმის ვინაობა ტრადიციულად რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გახდება ცნობილი.